მოგესალმებით ჩემო კარგო ადამიანებო. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, ტრადიციისამებრ ჩემი არხის გამომწერებს განსაკუთრებული მადლობა და ალბათ შემატყეთ ხმაში რომ მეღიმება და მართლა გულწრფელად მეღიმება, იმიტომ რომ მადლობა მინდა იმ ხალხსაც გადავუხადო, ვინც რატომღაც, მართალია ძალიან იშვიათია, აი რაღაცა ალბათ სამ თვეში ერთხელ ერთი კომენტარი ეგეთი გამოერევა საბედნიეროდ, მაგრამ კაცო ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ხო? თუ ჩემი ხმის ტემბრი არ მოგწონთ, თუ ჩემი, არ ვიცი, ენას ვიჩლეკავ თურმე ერთი უნდა მოვუსმინო ჩემს ვიდეოებს, არასდროს არ მომისმენია ჩემი ვიდეოებისთვის და უნდა მოვუსმინო ერთი მართლა ენას ვიჩლეკავ, რა ვიცი. ხო, შეიძლება, არ ვიცი. დაბნეულად თუ საუბრობ, კაცო, დაბნეულ ადამიანთან ურთიერთობა მეზარება ხოლმე ხშირად, ის კი არა რომ ახლა დავჯდე და იმას ვუსმინო ნახევარი საათობით და 40 წუთობით. რატო ისჯით ხალხო თავს ნიძლავი გაქვთ წაგებული კი, მაგრამ უამრავი არხია გადადით სხვა არხებზე დალაგებულ დავარცხნილ საუბრებს მოусმინეთ. რატო ითრგუნავთ თავს და რატო გინდათ მაინც რომ მე აქ მეც შენიშვნა მომცეთ. არ ვიცი. თქვენი არჩევანია მეგობრებო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მაგალითად აწი რომ მომკლა ახლა ვერაფრით ვერ ასე ვთქვათ გავიმეტებ საკუთარ თავს იმისთვის რომ რაღაც უსიამოვნო ადამიანებთან დავხარჯო დრო, ხო და ახლა მით უმეტეს ღვთისმადლით თავისუფალი სივრცეა, ხო, სადაც გინდა დააჭერ, რომელ არსაც გინდა გახსნი და ვისაც გინდა მოусმენ და ახლა მე მაპატიეთ უკაცრავად 50 წელს მიტანებული ვარ რამის და მე აწი ვეღარაფერი შემცვლის და თქვენ შეცვალეთ უბრალოდ არხი. მორჩა, დამთავრებული თემაა. დღეს მოკლედ რაც შეეხება გაშლას. მოდით გავშალოთ ესეთ საკითხზე ზოგადად რა მდგომარეობაში ახლა თქვენი ფსიქიკა. რა მდგომარეობაში ახლა თქვენი ენერგოველი, ხო? და უახლოესი პერიოდის ენერგიებსაც გადავხედოთ და თუნდაც პატარა გამოსავალი ნახოთ ამ ყველაფერში, ხო? სანამ გაშლას დავიწყებ, მეგობრებო, პატარა ესეთ პრეტექსტს გავაკეთებ, ესეც შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ შეგიძლიათ გადაახვიოთ, უკვე აი ნუ არ ვიცი, აღარც მეღიმება, გულწრფელად რომ გითხრათ. მაპატიეთ. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ყველანაირ ემოციურ მდგომარეობას, ნეგატიური შეფერილობით უწოდებენ დეპრესიას, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი, მეგობრებო. დეპრესია სულაც არ არის ის მომენტი, რომ სულ მეძინება, ხო? ან სულ მოწყენილი ვარ რაღაც არ ვიცი, მეტირება თუნდაც, ეს უამრავი ბიოლოგიური, ფიზიოლოგიურ დონეზე უამრავი დაავადებებიდან შეიძლება მოდიოდეს, ხო? პირველი როგორიც არის ეს ფარისებრის პრობლემები, მერე იქ მოდის, რა თქმა უნდა, ის სტრესის დროს კორტიზოლის დონე იმატებს და იქ უამრავი სხვა ჩაშლილი თემებია, რაზეც ახლა მე თქვენ თავს არ შეგაწყენთ. იქვე მოდის სხვა შორის კუჭნაწყლობის დაავადებები, მათ საკმაოდ ისეთი სტრესული ფონის გამოვლინებები იცის, ხო? თავის ტკივილებზე აღარაფერს ვსაუბრობ. იქ რაღაცა შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ხო? უამრავი, არ ვიცი, ახლა ნოზოლოგიებზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კლინიცისტი არ ვარ და ვერ შეგაწყენთ თავს, მაგრამ არ არის ეს ყველაფერს რომ ჰოპ და ერთი სახელის და ერთი ქუდის ქვეშ მოვათავსოთ, ხო? თუმცა დააკვირდით, ნახეთ, ნებისმიერი მსგავსი ტიპის საწყისი შეიძლება გახდეს ძალიან სერიოზული დეპრესიის საფუძველი. და ამას ძალიან დროული კონტროლი და პრევენცია ჭირდება. ადამიანი, რომელიც ესეთ პიროვნებასთან იწყებს კომუნიკაციას, სამკურნალო კომუნიკაციას, ხო? ეს იქნება ზოგადად, არ ვიცი, ექიმი, ან კლინიკური ფსიქოლოგი, ან უბრალოდ ფსიქოთერაპევტი, ხო? სოციოლოგი, არ ვიცი, აი სხვადასხვა ტიპის ვიწრო სპეციალიზაციით. ძალიან სწორი მიდგომა უნდა ჰქონდეს გარდა სოლიდურ ცოდნასთან ერთად, ხო? ანუ კომბინაციაში. და ამავდროულად ძალიან სწორი კომუნიკაციის უნარი და რაპორტის უნარი უნდა გააჩნდეს. ნახეთ, როგორი მომენტია დეპრესია, სერიოზული ესეთი ფსიქიკური რყევები
ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს შემდგომ ქრონიკული დაავადებების წარმოქმნაში. პირდაპირ კავშირშია, ხო? ამიტომ თქვენც კარგად მომისმინეთ თითოეულმა თქვენგანმა. ვიღაცები შეიძლება ვერ მიდიხართ ან აზრადაც არ მოგხსლიათ რომ მიხვიდეთ ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან, მაგრამ დასვით შემდეგი კითხვები საკუთარ თავთან უბრალოდ, ხო? ვისთან გინდათ ჩამოშორება? რა გაკლიათ? ვისთან გინდათ უფრო მეტი სიახლოვე, ხო? რისი გეშინიათ, რის გამო შფოთავთ, ანუ ამ შფოთვას ფესვები, ასე ვთქვა, წარმომავლობა სად აქვს, ხო? რის გამო ხართ უკმაყოფილო, რა საპროტესტებთ, რა გინდათ, აი რეალურად აი ამ კითხვებში უბრალოდ ჩამოწერეთ, ხო? და რაღაცნაირად გაერკვიეთ რა. იმიტომ რომ ნახეთ როგორი მომენტია, ცხოვრება ხო არ არის ისე რომ ან ყველაფერი შავია, ან ყველაფერი თეთრია, ყოველთვის გვიწევს ამ არჩევანის შუაში ტარება, ხო? და ის გარკვეული ტიპის სიმპტომები, ის მოთენქილობა, ის სისუსტე თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სიგნალია, ხო? გვამცნობს, რომ რაღაცა არ არის, იცი შენში წესრიგში, რაღაცა ძალიან ცუდად გაწევს და გამოსავლისკენ სწორი გზა დროულად თუ არ იპოვე, უკაცრავად და მტრისას დაავს, ხო? და ზუსტად ასე ახლა ვიღაცამ რომ დამიწერა, რომ აგერო დაბნეულად და ენის მოჩერქით რომ ლაპარაკობო, აზრი რომ დავალაგოთ ისე ისაუბრეო, ხო? ვიღაცას მე არ მოვეწონე. ვიღაცას დააჭერთ და მართლა ისეთ აბდაუბდას ილაპარაკებს და ისე ირონიულად, ისე რაღაცა სარკასტულად იტყვის რაღაცას, ხო? ან თუნდაც ისეთ საოცრებას გეტყვით, რომ ეგრევე ცრემლი მოგერევოთ, მტრისას დაავს. ყოველთვის ვამბობ, რომ ღმერთით ვინც გაშინებთ, მე ჩემთვის ეს მიუღებელია, ხა თქვენ ვერ გეტყვით, თქვენი არჩევანია, ხო, მაგრამ მე ღმერთით როგორ უნდა შემაშინო უდიდესი სიყვარულის, უდიდესი სიკეთის და არ ვიცი, არამქვეყნიური ენერგიების წყარო და შემოქმედია, ხო? და ხა მე მაშინებ იმითი, რომ იცი რა, იქ მიხვალ და ბიძია ესეთ იცდა გიქნებს, ვერ მივიღებ ამას რა. თუმცა მე ვიცი, რომ იმ ბიძიამ რომ თითი არ დამიქნიეს, როგორ უნდა მოვიქცე, ხო? ეს მეორე ფაქტორია კიდე, მაგრამ ულტრირებას ვაკეთებ ხალხო, ღმერთს არ ვადარებ, ანუ მე ვამბობ რეალურ სიტუაციაში, ხო, აი რომ მივდივართ და ვიღაცამ ეს სხვანაირად არ გამიგოს. მე არ ვიცი, მე ჩემი ენა მაქვს ღმერთთან სასაუბროდ და მართლა უამრავი ცნობილი ადამიანის არ იყოს სახელობითად ახლა არავის ჩამოვყვები, თუნდაც იგივე ანუ სამღვდელოების წარმომადგენლები, საერო წარმომადგენლები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და ასე შემდეგ, ახლა რა ვქნათ, ვიღაცები ვერ ვამყარებთ, ხო, კომუნიკაციას მესამე პირით, იმიტომ რომ რაღაცას მივხვდით, იმიტომ რომ რაღაცა არ მოგოწონა, იმიტომ რომ თუნდაც არასწორ მოზღვართან მოვხვდით, ხო, თავიდან და რაღაცა მე ესე მოხდა რა, რომ ჩემი პირდაპირი ურთიერთობა გადავწყვიტე ზემოძალებთან, ხო? მაგრამ მე ვიცი რომ თუ აი ამ ცუდს გავაკეთებ, ის კი არ დამიქნევს თითს და თავში კი არ ჩამარტყამს კაცო და კი არ მეტყვის, ვაგერ ახლა შენ კუთხეში დადექიო. არა, ჩემი მენა მოქმედარი დამიბრუნებს ამ ყველაფერს. იმიტომ დამიბრუნებს, რომ სამყარო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის ერთი მიმართულება, ხო, ჭრელია, ფერადია. მარტო შავ-თეთრი არ არის, იქ უამრავი სხვადასხვა ფერის მინარევია, ხო, და ამ ფერებს ხშირად ჩვენც ვქმნით. ხო და ახლა იმიტომ რომ მე რომ დავისაჯე და მე რომ ცუდად გავხდი ის ღმერთის დამსახურება მე ამ მიდგომას ვერ მივიღებ. ჩემი დამსახურება, ჩემი არასწორი ცხოვრების დამსახურება ის რომ ასე დამემართა. ღმერთი რა შუაშია, ღმერთი აქეთ სიყვარულს მიქადაკებს, ხო? ანუ აი მიმიხვდით ხო რისი თქმა მინდა. გარდა ამისა, მეგობრებო, აქვე გეტყვით და კარგად მომისმინეთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დეპრესია არის და ზოგადად სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობები ძალიან სენსიტიური, ძალიან ფაქიზი ბუნების ადამიანების ხვედრი და ამავდროულად განსხვავებულად მოაზროვნე ხალხის. სხვათა შორის იმ დღეს ჩემმა დიშვილმა ჩამიგდო მეც მაწუხებს ხოლმე შფოთვითი აშლილობები და ბჭყალებში დამამშვიდა რომ ნახეო ეხაო შემომხვდაო რაღაცა სოციალურ სივრცეშიო რომ აგერო ედგარ ალან პოцо, აგერო ფრანც კაფკაცო, ჰემინგუეიცო, ჟან ჟაკ რუსოცო, გოგოლიცო, მოპასანიცო, კაფკაცო, კიდე იქ ვიღაცები იყვნენ მოყვანილი ზუსტად აღარ მახსოვს, ხო ვირჯინია ვულფი და ვიღაცები ახლა ზუსტად ნიცშე მთავარი და უმთავრესი, ხო?
ჩვენი galaktioni აკლდა იმ ჩამონათვალს სიას. ყველაო ფსიქოლოგიური აშლილობით, ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა და ნუ კი ვიცით ახლა სხვა რომ არც ერთი არ იცოდეთ ნიცშეზე მაინც გექნებათ ხო ზოგადად ახლა ნიცშეს თემა მეც ვიცოდი გადასარევად რომ 11 წელი ფსიქიატრულ კლინიკაში გაატარა და მოკლედ ყველაზე სიღრმისეული ნაშრომები მართლა სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა მაგრამ ეს სულაც არ არის დადებითი მომენტი ხო და სტიმული რომ ახლა ყველა ფსიქოლოგიურად შეიყეს და ყველა ცუდად გახდეს ну შესაბამისად ჩემო კარგო ადამიანებო ვნახოთ უბრალოდ ვნახოთ ხო აგერ ფსიქოორიენსის ტარო და ველური ანარეკლების ანუ რეფლექსიების ტაროც ზუსტად ორივე ძალიან კარგად კითხულობს ამ ფსიქოლოგიურ პასაჟებს და აგერ ერთი აგერ მეორე გნებავთ დასტებით აირჩიეთ გნებავთ ეგვიპტური კატებით აირჩიეთ და ვნახოთ თქვენ რა მდგომარეობაში გაქვთ ფსიქიკა აბა ვნახოთ ვისთვის არის ზოგადად გაშლა ჯერები ვნახოთ ოთხიანი პენტაკლები. რა გითხრათ, ზოგადად ოთხიანი პენტაკლები არა მარტო კლასიკაში და დასტაში, ჩემთვისაც რაღაცა ისეთ მაინც ხელმომჭირნეობასთან ცოტა სიძუნწესთან ასოცირდება ხოლმე, მაგრამ ну ზოგადად რომ მივყვეთ ახლა და თქვენს ასე ვთქვათ სიგნიფიკაციას გადათამაშდება ძალიან რა თქმა უნდა მიწის სტიქიაზე განსაკუთრებით თხის რქაზე მაგრამ ამას გავანებოთ თავი ხო ნახეთ როგორი ტიპის ადამიანი ცოტა ჩაკეტილი ცოტა ასოციალური აი ძალიან გიყვართ ფინანსური სტაბილურობა ანუ თუ საფულეში ფული ილევა თქვენი ნერვებიც პირდაპირ პროპორციულად ილევა წყდება და მოკლედ ერთი დიდი აშლილობა გეწყებათ აზროვნებაში პირდაპირ ვთქვათ ხო ცოტა იზოლაციისკენ მიდრეკილებიც ხართ ვიღაცები ნუ მიწყენთ და ცოტა ხარბი ხასიათისაც შეიძლება გამოიჩერჩეოდეთ ძალაუფლების მოყვარულები ხო მესაკუთრეები, ცოტა ეგოისტური ხასიათითაც გიყვართ დანაზოგის კეთებას, ხო შეს გიყვართ კონტროლიც და ამავდროულად ეკონომიური ხარჯვა, ხო? ნახეთ, ცოტა ეჭვიანებით შეიძლება იყოთ ბუნებით. საქმიანობის სფეროები უფრო ფინანსებს უკავშირდება, უფრო რაღაცა ისეთ ფისკალურ ოპერაციებთან, ვისაც აქვს შეხება. ნახოთ ახლა თქვენი ამჟამინდელი ეს რა გადამოფრინდა რა უნდა კვერთხების რაინდი კი ბატონო ეს აქ იყოს რა კი მისით ამოხტა და ვნახოთ სამი არკანით ახლანდელი თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რა შეიცვლება უახლოეს პერიოდში ხო როგორი იქნება თქვენი ემოციური კლიმატი უახლოეს პერიოდში დავიწყოთ მოდით რა კი ეს ამოფრინდა თავისით და თქვენს ფსიქიკაზე ვსაუბრობთ. Ну რაღაცა ერთგვარი მინიშნება ყველა შემთხვევაში არის და ამიტომ გვერდი არ ავუაროთ. კვერთხების რაინდი. კვერთხების რაინდით მეგობრებო რა შემიძლია გითხრათ? ძალიან აქტიური ძალიან მიზანდასახული, ცეცხლოვანი, ქარიზმატული, გამარჯვებაზე ორიენტირებული. აი, როგორი ტიპაჟი ხართ, იცით? ძალიან კეთილი და გულთბილი, მაგრამ აი ისეთი ამბოხებული სულის ადამიანი რაღაცა აი სუ წინააღმდეგობებში რომ მოდის რაღაცეებთან, აი ლიდერი, სხვა შორის რევოლუციონერი რომ ვიტყვით ხოლმე, ხო, აი რაღაცა ეგეთი ტიპები ხართ. ტიპები ხართ არა, უბრალოდ ხო? Ну არ ვიცი, თქვენს ენერგიებთან ეხლა ეს მოდის ცალსახად. ვნებიანი, აი ესეთი რაღაცა
რასაც დაიწყებთ ის რომ ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან გიყვართ თავგადასავლები და ძალიან იმპულსური ადამიანებიც შეიძლება იყოთ. ან ზოგადად ეხლა ის იყოს თქვენი ფსიქოლოგიური კლიმატი, ხო? იმიტომ რომ მე სიგნიფიკაციას ვაკეთებდი, ამოხდა ეს არკანი ენერგიების კითხვისას და მიხვდებით, მეც მივხვდები ახლა ამას რომ გავშლი, ეს იქ კავშირშია თუ ეს აქეთ კავშირშია. ხო, ეხლა როგორია თქვენი ფსიქოემოციური ფონი? ოხო, ცოტა ისეთი ფაზლი დამილაგდა, რა დაგიმალოთ და მეგობრებო. სამართლიანობის არკანით ნახეთ რაღაცა ძალიან დიდი პროტესტი შეიძლება გქონდეთ, უფრო მეცაც გეტყვით. სამართლიანობის არკანი კი, მაგრამ სამართლიანობის არკანი სწორედ ახლა შეიძლება გქონდეთ ძალიან დიდი უსამართლობის განცდა. იქიდან გამომდინარე, რომ აქ მე მაქვს მთვარის არკანი და მაქვს თასების რაინდი. და გეტყვით ახლა ნელა, ანუ ესე კომბინაციაში აგიხსნით ამას. ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ, თითქოს თქვენ ცხოვრებაში თანასწორობა, ბალანსი დაირღვა, თითქოს ვიღაცამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან დაკავშირებით, ან უბრალოდ გეშინიათ, რომ ეს ასე მოხდება. ნახეთ, აი ამ შიშებში ხართ, აი ამ გაურკვევლობაში ხართ, თითქოს თქვენთვის რაღაცა დაფარულია, თითქოს აი რაღაცის გამოძიება გაქვთ, დაგეგმილი რაღაცის სამზეოზე გამოტანა, რაღაცა წესრიგის აღდგენა, იმიტომ რომ თქვენს ჰარმონიაში ვიღაცა შემოიჭრა, ან რაღაცა შემოიჭრა. ან პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება სამართლიანი დავები გაქვთ, ხო, რაღაცასთან დაკავშირებით, ან თქვენს ცხოვრებაში ისეთი ამბები ხდება, რომ მორალზე გადის და ცოტა აი აქაც დავიბენით, რაღაცა კომპრომისი ვერ პოულობთ საკუთარ თავთან, სხვასთან, რაღაცა ჩვენს ღირებულებებს დაარტყა სიტუაციამ, აი არც ამას გამოვრიცხავ მეგობრებო, იმიტომ რომ მთვარის არკანით ორი მაღალი არკანი ამოდის სხვათა შორის ამას მიაქციეთ ყურადღება, ხო? თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას როცა ვკითხულობ და მთვარის არკანი იცით ზოგადად, ხო, ეს ოცნებები, რაღაცა ინტუიცია, დაფარული ინფორმაცია, მისტიკასთან ახლოს არის ფოთვა, საიდუმლოებები, ხო, ამავდროულად ავადმყოფობასაც ნიშნავს, აი ნუ ვიღაცა უგონოდ როა, ხო, რაღაცასთან მიერთებულია, აპარატზე მიერთებულია, ან ეგეთი რაღაცებით შეიძლება იყოს. ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიურად დიახ გაუწონასწორებელია. ნახეთ როგორი მომენტია, მეგობრებო. ყველა შემთხვევაში აი ეს ნეგატიური მომენტები და პასაჟები თქვენს ახლანდელ ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს. ან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჯაროა გაშლა და ახლა ხდება ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. ან რაღაცა საწყისია, რომ აი ამ ყველაფრის სამომავლოდ გეშინიათ და გაბნევთ, ხო? ნახეთ როგორი მომენტია კიდევ თასების რაინდი ზოგადად ასოცირდება რაღაცის შემოთავაზებებთან, სიახლესთან. რაღაცა შემოთავაზება, მიწვევა, არ ვიცი, ახალი სიტუაციის მიცემა, ხო? შუამავლობასაც ნიშნავს რაღაცა შენს სიტუაციას და შენს ასე ვთქვათ ინტუიციას რომ ისდევ, ხო? და ინტუიცია აქ მთვარის არკანითაც არის, მაგრამ აი მგონია რომ თითქოს აი იცით როგორი ენერგიები მოდის, რომ რაღაცა თქვენი წილი ვიღაცამ მიითვისა, რაღაცა თქვენი წილი ვიღაცამ აიღო, რაღაცა და აი ამასთან დაკავშირებით აღადგენთ თუ არა, აღდგება თუ არა სამართლიანობა, აღადგენთ თუ არა სამართლიანობას, აი საშინელი პროტესტი გაქვთ და ეს მომენტი გახსოვთ, აი მე რეალურად სიმართლედ ვგიტყვით, ნაკადში ეს ინფორმაცია უფრო მომდის. თუმცა გარკვეულ პროცენტზე შეიძლება ისიც იყოს, რომ აი ამის მოლოდინი გქონდეთ და გეშინოდეთ, რომ ნეტა სამართლიანი იქნება გადაწყვეტილება, ვთქვათ, აი გასაუბრებაზე მივდივარ და ამიყვანენ, ან ვთქვათ, აი რაღაცა სამსახურში დაწინაურების თემაა და ნეტა მე თუ მომკიდებს ვიღაცა ხელს, აი ეს მომენტებიც შეიძლება ძალიან ისე აქტიურად იყოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აქ უკვე დამდგარი შედეგის გააზრება და ამასთან დაკავშირებული პროტესტია. ნახოთ, აბა უახლოესი ენერგიები რა იქნება. და რა საინტერესოა მეგობრებო, აქაც კიდევ ერთ მაღალ არკანს ვხედავ. და აქ გვაქვს 4, აქ ბევრად უკეთესი მომენტია. ნახეთ როგორი სიტუაციაა მეგობრებო, ეხლა რაზეც ნერვიულობთ, ის ყველაფერი წესით და კანონით წარსულს ჩაბარდება და რატო გეტყვით.
სამსჯავროს არკანი მიდევს მაგიდაზე და სამსჯავროს არკანით დავიწყებ უახლოესი ფსიქოემოციური კლიმატის განხილვას, ხო? ნახეთ სამსჯავროს არკანით თითქოს ყველაფერზე პასუხები გაეცემა, ხო, ან ყველა მისას მიიღებს, მოდი ასე ვთქვათ. ყველა მის წილს მის წილ სიტუაციას დაიკავებს ხო ხელში. სამსჯავროს არკანი სულ ამბობ ხოლმე რომ კიდე ჟღერს რაღაცა ისე ხო ყურში, მაგრამ რეალურად პირიქით დადებითი ენერგიის მატარებელია ხო. კი, ცვლილებებია, კი, გზაჯვარედინებებია, კი, რაღაცა ისეთი გარდატეხის პერიოდებია, მაგრამ ეს ძალიან ხშირად აღორძინებას, წინ წასვლას, სიმშვიდეს, თვითშეფასების ამაღლებას, სწორი არჩევანის გაკეთებას, სწორ გადაწყვეტილებებს ნიშნავს. ნახეთ, ტრანსფორმაციას, რომელსაც შედეგი მოაქვს დადებით ნაწილში, განაჩენს, რომელიც სასარგებლოა, ხო, მისაღებია დადებით ცვლილებებს. აი, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი წვალების მერე ძლივს დამსახურებულ მშვიდობას, ხო, და ზუსტად აი ამის გაგრძელება, ეს აღიარება, ხო, სულ ვამბობ ხოლმე რომ 4-იანი კვერთხები სხვადასხვა დასტაში კი ერთია ძირითადი შინაარსი და ხაზი, შინაარსობრივი ხაზი ერთია ყველა დასტაში მეგობრებო, მაგრამ ანუ სხვადასხვა დასტას მაინც გვინდა არ გვინდა რაღაცა პატარ-პატარა სხვა დატვირთვებიც აქვს, ხო? და 4-იანი კვერთხები აი ამ დასტაში ზუსტად არის როგორი მომენტი იცით, გაერთიანება, ჰარმონია, აი რაღაცა ძალიან ბედნიერი მომენტის აღნიშვნა, ხო? უსაფრთხოდ როგორც ნობ თავს, აი კეთილდღეობა, თვით შეფასების ამაღლება, აი ზუსტად როგორც აი ამ ხაზს აგრძელებს და სხვათა შორის ამ დასტაში ეს აღიარებასაც ნიშნავს, გამარჯვების არკანია და ზუსტად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხაზი ერთნაირად ისე ფაზლი სწორად მიდის რა, ერთნაირად ეწყობა. რაც შეეხება თასების პაჟს, ნუ ახლა თასების რაინდი იყო თქვენი ახლანდელი ენერგიების ნაწილში, ხო? მაგრამ ნუ თასების პაჟი ახლა კი ცოტა ისეთი არკანია, მაგრამ ნუ დაბალი შედარებით, ხო? მაგრამ აი იცით როგორი ენერგიები მოდის ბავშვურად, რაღაც ახალგაზრდულ ენერგიებში უნდა გადახვიდეთ, აი სასიამოვნო სიახლეებში, ხო? აი როგორი იცით, სხვაჯერს ესეთ შემოთავაზებებს ნიშნავს როგორც ის და ამ შემოთავაზებებს მე აი ეს ორი არკანი მაძლევს იმის საშუალებას გითხრათ, რომ მიიღებთ თქვენ სწორად, დამსახურებულად და აი თითქოს რაღაცა ხელახლა დაიბადა თქვენ ცხოვრებაში რაღაცა სიტუაცია, ხო, აი ხელახლა მოხდა აღიარება, ამაღლება რა კუთხით, ანუ რაღაცა აწევა, ხო, საზოგადოებრივად ან შინაგანად ან სულიერად გაზრდა და რაღაცა აი აღიარების მოტანა. ძალიან მშვენიერი ენერგიებია, მომწონს პირველი ვარიანტი, მადლობა. და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტში რა ხდება, ვისთვის არის ეს გაშლა და რატო რამე ფინანსური პრობლემები გვაქვს, ეს რატო გადმომიფრინდა? თუ ფსიქოლოგიური პრობლემები და ნერვიულობები ზუსტად ფინანსებს უკავშირდება, როგორი არეულები ხართ მეგობრებო, რა ხდება? მეორე ვარიანტი. არა და მშვენიერი არკანები მოყვა. კიდე დედა რა ამბავი გაქვთ? კარგით. აბა ნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა სიგნიფიკაცია. რატო ციოდა ნეტა ის არკანები, ხო? არკანი ძალა, არც მეტი, არც ნაკლები. მაღალი არკანი, ხო? რას გადაიკიდე ამ მაღალ არკანებსო ვიღაცა იტყვის, მაგრამ ნუ მაღალი არკანი რომ ამოდის უკვე რაღაცა გარკვეულწილად იქ ენერგეტიკა და ვიბრაციები იგრძნობა ხოლმე, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. ხო, სხვათა შორის აქვე დავურთავ, რომ მე შემიძლია საერთოდ არ გავშალო მეგობრებო ოტარო და ისე ვისაუბრო რაღაცეებზე, ხო? ანუ ზოგადად გადავდო კამერას, რის წინ სულ არ დავდო, არც ვიღაცებს რომ რაღაცა პრეტენზიები არ გქონდეს მერე, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს ვის რა პრეტენზიები იქნება, იმიტომ რომ ყველას თავისი მეთოდი აქვს ინფორმაციის გამოტანის, ხო? ყველას თავისი მიდგომა აქვს. შესაბამისად, მეც ვიტოვებ
ჩემთვის სამყაროსგან მოცემულ უფლებას, რომ მე ისე გავაკეთო ჩემი საქმე, როგორც მე ვიცი, როგორც მე მისწავლია და როგორც მე მაქვს, ასე ვთქვათ, ხელდებული და ახლა დანარჩენი. კარგით, არკანი ძალით. მოდი პირველ რიგში შევეხები, არ ვიცი რატომ მომივიდა ეს და რატომ წამომივიდა, მაგრამ საქმიანობის სფეროს. შესაძლოა ვიღაცა სამედიცინო სფეროდან წარმომადგენელი მიყურებდეთ, ვიღაცა იყოთ ეკონომიკის იმრეწველობა ეკონომიკა რაღაცა ესეთი მომენტი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ხო პირდაპირ სხვათა შორის არკანი ძალა გარკვეულწილად ენერგეტიკას ელექტროენერგიას და ენერგორესურსებსაც უკავშირდება და ნუ ცეცხლის სტიქია და ყველა ცეცხლის სტიქიაზე გადათამაშდება უფრო მეტად, მაგრამ ნუ ძირითადად მაინც ლომის მომენტი მოდის. თუმცა ნუ ამაზე არ ღირს დიდად გამახვილება, ახლა დააკვირდით სახასიათო შტრიხებს, რასაც გავაჟღერებ და ნუ მიხვდებით თქვენია თუ არა, ხო? ნახეთ როგორი მომენტია. ძალიან დიდი შინაგანი ძალის მატარებელი, ძალიან გამბედავი, ძალიან კარგი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები უნდა მიყურებდებთ. ძალიან ტოლერანტულები, აი ცოტა ფილანთროპიისკენ წასულები, ხო? მტკიცე, ისეთი იცით როგორი ადამიანები, აი თავისი თან სიმტკიცით, თან სიმკაცრით და თან მობიერებით რო შეუულიათ რომ დაიმორჩილონ ყველა და ყველაფერი. კარგი დიპლომატებიც იქნებით სხვათა შორის. თამამი ნაბიჯები გახასიათებთ, აი ძალიან თავდაჯერებული, ძალიან კარგი თვითშეფასების მქონე ადამიანები ხართ, ძალიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესეთი მამაცი და გამბედავი ადამიანები, აი პირდაპირ გამარჯვებაზე ორიენტირებულები რომ არიან. და ვნახოთ ახლა თქვენი ფსიქოემოციური ფონი, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. რა ამბავია სამი არკანით და უახლოესი ფსიქოემოციური კლიმატიც ვნახოთ. 4 არკანი ამოვიდა და იყოს. რაკიმისიც წამოვიდა ეს არკანები და უახლოესი ენერგიებიც ვნახოთ. აბა დავიწყეთ. ჩანს ხო ვიკერ დავაკვირდი ეკრანს. აჰა, იქაც იყო მთვარის არკანი, აქაც იყო მთვარის არკანი. ესე იგი, შემთხვევით არ დამიწყია მე ამ საკითხზე საუბარი და ამ თემის გაშღერება ვიღაცებს ეს ნამდვილად გჭირდებოდათ მეგობრებო. ნამდვილად საჭირო იყო ვიღაცებისთვის ეს თემა. და თქვენთვის ანუ ისეთ მესიჯსაც მიიღებთ, ხო, შეტყობინებასაც დამერწმუნეთ. ნუ მთვარის არკანზე ხა წეღან ხო, პრინციპში თქვა რატომ მომისმენდით, მაგრამ ნუ პირველ ვარიანტშიც საკმაოდ ბევრი ვისაუბრე და აქაც გეტყვით მით უმეტეს რომ ფაზლი ისე დაალაგდა აქაც ორი მაღალი არკანი ამომივიდა და ეს რატომ არ ვიცი ხა ის რომელი იყო თავის დრო ამოყვა მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ეს იგი ეს ინფორმაცია საჭირო იყო თუმცა სულ ვამბობ რომ ერთადერთი დასტა ნუ ყოველ შემთხვევაში რაზეც მე მიმუშავია არის ეს დასტა სადაც გოგონა პირიქით მთვარიდან აქეთ მოდის და არა მთვარისკენ მიდის ხო ანუ თქვენი ემოციური ფონი ახლა ნელ-ნელა გამოდის დეპრესიიდან დეპრესია კიდე საკითხავია ხო პირობით იცნება ზოგადად მე ბევრი ვისაუბრებ პროლოგში მაგრამ ვიღაცები ნამდვილად გამოდიხართ აი ნეგატიური განწყობებიდან განცდებიდან შფოთვებიდან შიშებიდან გაურკვევლობებიდან რაღაცა სიცხადის კონტურები უკვე შემოდის თქვენ ცხოვრებაში ეს დასტა ამას მიჩვენებს განდეგილის არკანით საკმაოდ ბრძენი გონიერი ადამიანი იქნებით ნუ ახლა ძალით არკანი ძალით სხვანაირი ვერს მიყურებთ მაგრამ ნახეთ თითქოს ეხლა და ამ ეტაპისთვის ისევ ჯერ თვითანალიზში ხართ განდეგილი სიტუაციაში ხართ ხო აი ორიენტირებული ხართ სიღრმეებში ჩახვიდეთ რაღაცა ანუ ეს რატორისთვის რანაირად ესე მიზეს შედეგობრივი კავშირები დაალაგოთ გამოიყენოთ რაღაცა იქ ტექნიკები მედიტაციები აფირმაციები საკუთარ თავს არ დაუტოვოთ არც ერთი კითხვის ნიშანი ხო და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა როცა ემოციური ფონი არეულია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად იმას რომ ჩვენს თავში თვითონ გავერკვეთ ხო თასების დედოფლით და თასების ტუზით მეგობრებო არ ვიცი შესაძლოა ახლა და ამ ეტაპზე რეალურად ვიღაც გეხმარებოდეთ ქალი
ან დედა იყოს, თასების დედოფალი ხშირად დედის სიმბოლოც არის ხოლმე, იქ იმიტომ რომ დედაბრევი მზრუნვა და რაღაც ეს მომენტები არის, მაგრამ ან უბრალოდ ხალი, ან თუ ქალბატონები მიყურებთ, ადამიანი ვიღაცა ხო, თუნდაც მამაკაცი, რომელიც თქვენთვის აი ამ უდიდესი დადებითი ემოციების ავტორი და შემოქმედია. ნახეთ, აი როგორ ენერგიებში ხართ, იცით, რომ ან გჭირდებათ ზრუნვა და გინდათ ეს ადამიანი გინდათ, ესეთი ადამიანი გჭირდებათ. ქალური, ისეთი, ქალებს მამაკაცური, მაგრამ აი ისეთი რა კეთილი ხო ხდებით, აი ქალებმა სხვანაირი ზრუნვა ვიცით, რაღაცნაირად მხარდამჭერი, ხო? აი სწორ დროს, სწორ ადგილას რო აღმოჩნდება და იმას კი არ გვეტყვის, რომ უი შენ დააშავე და შენ რა ცუდი ხარ და შენ როგორი ხარ, არა. რა ვქნათ, დააშავე, ეს მიღებულია, ეს სიტუაციაა, ხო? ეს არის მოცემულობა და მოდი ჩვენ გამოსავალი ვიპოვოთ. სხვა შორის წეგან მე ღმერთთან დაკავშირებით რომ საუბრობთ, სულ მაგას ვამბობ, რომ როგორც დედის არ უნდა ეშინოდეს ბავშვი და უნდა იცოდეს დედისკენ, იმიტომ უნდა გარბოდეს. დედისგან კი არ უნდა გარბოდეს, რომ დამარტყამს და რაღაცას მიზამსო. დედისკენ უნდა გარბოდეს, რომ მე დავაშავე, მაგრამ მოდი ახლა ერთად რაღაცნაირად მომაგვარებინე ეს სიტუაცია, მე როგორც გინდა ისე დამსაჭე, ხო? აი ესე უნდა მივდიოდეთ ღმერთთან, მე ამისი თქმა მინდოდა წეღანაც. და ნახეთ როგორი მომენტია, მეგობრებო, თასების ტუზითაც როგორი მომენტი გაქვთ, იცით? აი თითქოს ამ ყველაფრიდან უკვე გამოსული ხართ რა, ნაკადში ეს ინფორმაცია მაქვს მე ხა, რომ აი ამ ყველაფრიდან გამოდიხართ, აი ამ განდეგილობიდანაც გამოდიხართ და რეალურად ეხლა თქვენს ცხოვრებაში ტრიალებს რაღაცა აი ისეთი ბედნიერი ემოციები, ხო, აი რომანტიული ემოციები, რაღაცა ისეთი ემოციები, აი ნახევრად ჰაერში უწონადობაში რო გადაყავხართ. უახლოესი პერიოდები მანახე რა იქნება, ხო, არ შევმცდარ მეგობრებო. ზუსტი ინფორმაცია მომიწვია თქვენთვის ჩემი მეშვეობით ზუსტი ინფორმაცია მოვიდა თქვენამდე, ხო, ნახეთ აქაც გამოსვლა სიტუაციიდან. და აგერ აქაც მუქიდან, სიბნელიდან, უსიამოვნებებიდან მიდის ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო და მიდის, ხო, და იქ თუ თასების დედოფალი ყავს, აქ თასების მეფე გვაქვს და ზომიერების არკანი, ბალანსის, ჰარმონიის არკანი, ხო? აი ძალიან სწორად ჩაჯდა ეს ფაზლი. მე მგონია რომ მაინც თქვენს ცხოვრებაში უკვე არის ეს კონტურები და ეს კონტურები უბრალოდ სტაბილურ და მშვიდ ხასიათს მიიღებს, ანუ ჰარმონიულ, გაწონასწორებულ ხასიათს მიიღებს და თქვენ უახლოესი პერიოდები ნამდვილად აღარ გიხნებათ აი ის შფოთვები და ის მწუხარებები და ის რაღაცა გაურკვევლობები, გაუგებრობები და თუნდაც უძილობები და უსიამოვნებები და ავადმყოფობები, რაც აქამდე გქონდათ პირიქით. თქვენ ძალიან მაღალ ვიბრაციებსა და მაღალ ენერგიებში გადადიხართ. მიხარია. და მერწმუნეთ რომ მე თქვენზე მეტად მიხარია ხოლმე როცა დადებით ინფორმაციას ვაჟღერებ და კიდევ აქაც ასე ვთქვათ ეპილოგათაც ვიტყვი რომ ხალხო ვისაც რაღაცა დისკომფორტს გიქმნით ჩემი მოსმენა არ გაქვთ მისჯილი რა და ნიძლებსაც ნუ დადებთ ჩემს მოსმენაზე გადადით სხვა არხებს მომსმინეთ მადლობა ნახვამდის დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით და კიდევ ერთხელ განმეორდები და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ უპირველეს ყოვლისა ნდობისთვის და ჩემთან გატარებული დროისთვის წარმატებები თვითონ თქვენთაგანს